სოფელ ნახიდურში 5 ჰექტარ მიწის ფართობზე ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ემპარტის ფარგლებში პროექტი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთი. ბოსტნეული კულტურების წარმოება დაწვიმების სისტემის გამოყენებით. ზაგურბანოვი კონკურსის შედეგად ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში. გრანტის სახით მიიღო 60%-იანი დაფინანსება და აქ დათესა ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, კიტრი, რომელიც უახლოესი მეთოდით ირწყვება, რის შედეგადაც 50-60 тоннამდე მოსავალს ელოდება. Сейчас первый раз используем это. Вижу, что ეს მეთოდი პირველად გამოვიყენე და ვხედავ, რომ დიდი განსხვავებაა თვითდვინების მორწყვასა და ამ ახალ სისტემას შორის. აქ ველოდები 50-60 ტონა მოსავალს. მომავალში ყველა ჩემს ფართობს გადავიყვან დაწვიმების მეთოდზე, რადგან უფრო მომგებიანია. Больше урожая можно получить при таком პროექტ საერთაშორისო ორგანიზაცია ICF-ი ახორციელებს. მისი მთავარი მიზანია დანერგოს ახალი მეთოდოლოგია და ინოვაცია. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ სადემონსტრაციო ნაკვეთი ადგილობრივ ფერმერებთან ერთად დაათვალიერა მათ აჩვენეს თანამედროვე სარწყავის სისტემა. ეს აყავს მოწვეული ფერმერები რაიონიდან, რომლებიც არიან დაინტერესებული აღნიშნული სისტემით და შემდეგში გამოხატეს თავისი მოთხოვნა რომ იგივე დახმარება გაუწიონ მათაც, იმიტომ რომ დაინახეს რომ ეს სისტემა უფრო მეტ ამართლებს ვიდრე ძველი მამაპაპა. У меня 5 гектара земельного участка, маленький фермер. მე მცირე ფერმერი ვარ, 5 ჰექტარი მიწა მაქვს და ამ სისტემის მორწყვაზე გადავალ, რადგან მოსავალს მეც იძლევა. ეს ძალიან კარგი თანამედროვე მეთოდია. Во всем отраслях он очень хорошая система. 2014 წლის აპრილის თვეში ICF-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის შესახებ, სადაც მთავარი მოთხოვნა ფერმერების მხრიდან 40%-იანი თანადაფინანსება იყო. პროექტის ფარგლებში 5 ჰექტარის ფართობზე ჩვენ ფართობისთვის შევიძინეთ დაწვიმებითი თანამედროვე სარწყავის სისტემა, სადაც ჩვენი ფერმერი მოიყვანს ბოსტნეულ კულტურებს და ჩვენი ასეთი ტიპის სადემონსტრაციო დღეების საშუალებით ხელს შეუწყობთ ინფორმაციის გავრცელებას და იმ ეფექტურობის ჩვენებას დაინტერესებული ფერმერებისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ სისტემას გარს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბოლნისიდან სულ 14 განაცხადი იქნა წარდგენილი და გარდა ნახიდურის სადემონსტრაციო ნაკვეთისა კიდევ 2 კოოპერატივი დაფინანსდება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესზე ორიენტირებულ მცირე ფერმერთა ჯგუფებს.